გამარჯობა, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანძე გაგაცნობთ. რომო ბენზილციანიდი იგივე კამიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებით დაადგინა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამეს მასების მართვისთვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პროპილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ გარეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 1 საათის წინ ჩატარდა. უწყება აცხადებს, რომ მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ეგრეთ წოდებულ დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწავლელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწავლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს. ბრიფინგს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნანა გოგატაძე ესწრებოდა და ის შემოერთდება ახლა კურიერს დეტალებით. ნანა, ეთერში ხარ. BBC-ს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ფილმის გავრცელების შემდგომ დასმულ ყველა შეკითხვას პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გასცა. 160 საგამოძიებო მოქმედება, 90-ზე მეტი გამოკითხული მოწმე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტებიდან ამოღებული ნიმუში, რომელსაც ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარდა. სუსის ინფორმაციით არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება კამიტი გამოიყენა არის ტყუილი. სუსში დაადასტურეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი ნივთიერება არასდროს შეუძენია და არც გამოუყენებია. ძალოვანმა უწყებამ 2007 წელს გამოძიების ინფორმაციით ებრაული კომპანიისგან შეიძინა ერთ-ერთი ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა კოდი 34-39 და ეს კოდი ემთხვევა BBC-ს კოდს, თუმცა სუსის ინფორმაციით ეს არ არის ნივთიერება, რომელიც აკრძალულთა სიაშია. ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ტრიქლორეთილენთან ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდის კოდი UN 34-39, ხოლო გამხსნელ სითხეს გადაზიდის კოდი UN 1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN 34-39. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ BBC-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოხსენებული საერთაშორისო გადაზიდის კოდებით UN 34-39 და UN 1710 შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის ავერსი რაციონალს, GPS-ს, რუსთავის აზოტს და სხვებს ბოლო 20 წლის განმავლობაში 606 აქვთ შემოტანილი ათეულობით სხვადასხვა დასახელების სამოქალაქო, საწარმოო და სამედიცინო დანიშნულების ტვირთი, მათ შორის ტრანსპორტირების კოდი UN 34-39 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN 1710 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში. რაც შეეხება ნივთიერება ბრომობენზილციანიდს, იგივე კამიტს. ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. ის
რომ მძიმე ქიმიური ნივთიერება აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული, სუსის ინფორმაციით ამას მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს, როგორც უკვე გითხარით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოიკითხა არაერთი მოწმე და მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც ფიგურირებენ BBC-ს ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო ფილმში, თუმცა არც ერთი მოწმე გამოკითხვის დროს არ ადასტურებს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ან თუნდაც კვლევები შეეხება კამიტს. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ აქციების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა არ ყოფილა მაღალი და სუსის ინფორმაციით დოკუმენტებით დგინდება, რომ აქციების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ 54 ადამიანმა მიმართა, აქედან კი მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდა მხოლოდ 5 ადამიანს, ეს მაშინ, როდესაც პროფესორებისა და ტოქსიკოლოგების განცხადებით იმ შემთხვევაში, რომ ყოფილიყო გამოყენებული მძიმე ქიმიური ნივთიერება, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას მძიმე ზიანს აყენებს, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა იქნებოდა გაცილებით უფრო მაღალი. მოწმისაკით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ეგრეთ წოდებული დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს. ეგრეთ წოდებული კვლევის ავტორთა განმარტებით ისინი ვერ დაადგენდნენ კამიტის გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც. ასევე ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება პრომობენზილ ციანიდის ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიგრძელა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისთვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებების კატეგორიას. ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ პირველი ქიმიური ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, მეორე ქიმიური ნივთიერება ტრიქლორეთილენი, ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით და მესამე ქიმიური ნივთიერება პრომილენ გლიკოლი. გამოკითხულ ადამიანებს შორის ვერ მოხვდა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გამოძიებისთვის იყო საინტერესო ფიგურა, ვინაიდან ის ერთ-ერთია, ვინც BBC-ს ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო ფილმში მონაწილეობს და გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი რეზონანსული საქმის ფიგურანტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ლაშა შერგელაშვილმა უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით ერთ-ერთ პირს საქართველოში 4 ოქტომბრის აქციამდე იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა და გადავალვა დაავალა. გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მოწოდებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები. საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის
და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერების ტროტილის შეძენა შენახვის ფაქტს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილ მოვლენების პარალელურად. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბელქა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის ასაფეთქებელი ნივთიერებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში. ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ს ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ეგრეთ წოდებული ქიმიური იარაღი კამიტის მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები. და BBC-ს ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაგლები ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. როგორც ნებისმიერი თავმოყარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში. BBC ტყუილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ამხილა სუსის ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებების პერიოდში მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება ის, რომ BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება კამიტე გამოიყენა არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. მადლობა ნანა, სუდში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ნანა გოგადაძემ ისაუბრა. სუდში გამართულ ბრიფინგს უკვე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ირაკლი კერცხალიამ განცხადება სოციალური ქსელით გავრცელა და მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე მიუთითა. სამი საოცრება ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე საოცრებების სერიიდან. პირველი სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. მეორე საარჩევნო უბნებზე ძვირფას ქურქში გამოწყობილმა ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400,000 ხმა გააყალბეს. მესამე ქიმიური თავდასხმის დროს კამიტით მოწამლული აკაცუკი 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს. დაზარალებული მხოლოდ თუთიყუში დარჩა, რომელსაც ბუმბული დაცვივდა. BBC-ს ეგრეთ წოდებულ ფილმში გაჟღერებულ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯოლოძეს შეკითხვა ამ თემაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს. მისი განცხადებით არსებობს მრავალი არგუმენტი, რაც ბრალდებებს და უსაფუძვლო აჟიოტაჟს გამორიცხავს. რამდენადაც მძიმეა ბრალდება, აღმოჩნდა, რომ იმდენად თვე შეიძლება 5 მაგათ უფრო უსაფუძვლო აღმოჩნდა. ძალიან ბევრი მტკიცე არგუმენტი გამოჩნდა, რომლითაც პრაქტიკულად აბსოლუტურად გამოირიცხა და გაბათილდა რეალურად ის, რომ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ლეგიტიმურ პოლიციურ საშუალებებს მოხოლოდა ადამიანებისთვის მიყენებული ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ამაზე მეტყველებს რაოდენობაც მიმართვიანობის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული გარემოებები, უბრალოდ ბოლომდეა მისაყვანი, რომ ვისაც კითხვა შეიძლება დარჩა მაგალითად უცხოეთში ამასთან დაკავშირებით, მათთვისაც თვალსაჩინო გახდეს, გასაგები გახდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად მტკნარი ტყუილი, რომელიც გაავრცელა ამ შემთხვევაში BBC.
ნაციონალური მოძრაობის ლობისტური კამპანია და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გასაჯაროებული დოკუმენტი. უცხოელი აგენტების რეესტრში გამოქვეყნებული ტექსტი ასახავს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ნელსონ მალინსის გაწეულ სამუშაოს. ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობა ლობისტური ჯგუფის სამუშაობით პიარ კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. აქცენტი კეთდება ლობისტების შეხვედრებზე მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქვეყნებდნენ სტატიებს მეგობარი აქტის შესახებ და ხელს უწყობდნენ თემის ხელოვნურად წამოწევას. მათ შორის არის ვაშინგტონ ეგზამინერი, როიტერსი, ნიუსმაქსი, ზეჰილი და სხვა, რომლებიც აქვეყნებდნენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. დოკუმენტებით ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფებმა შემხვედრები გამართეს კონგრესმენებისა და სენატორების სხვადასხვა ოფისთან. ასევე კომუნიკაცია ფიქსირდება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 6 თვეში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხული თანხა $623,000-მდეა. წარმოადგინოს და ხელი შეუწყოს უცხოელი მხარის ინტერესებს, საკვანძო საკითხებსა და პრიორიტეტებს. კონგრესის, თეთრი სახლის, სამთავრობო სააგენტოების, ვაშინგტონის დაფუძნებული ორგანიზაციებისა და კოალიციების წინაშე, აგრეთვე თავდაპირველ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წესით. მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადვოკატირება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მედია საშუალებების წინაშე. გაეწიოს რჩევა და დახმარება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დიპლომატიური საქმიანობის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაეხმაროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკაში. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიურ ნივთიერება კამეტის გამოყენებასთან დაკავშირებით სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია. ვაშინგტონ ეგზამინერი და ზეჰილი სწორედ ის მედია საშუალებებია, რომლებიც BBC-ს ეგრეთ წოდებულ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებზე აქტიურად აკეთებენ აქცენტს. შეფასება კეთდება ოპოზიციაშიც. ამერიკაში ძალიან კანონიერი გახავთ, როცა ლობისტური საქმიანობაში გამოიყენება კონკრეტული კომპანიები. ამ საქმიანობით უსარგებლია მათ შორის ოცნებას თავისუფლ თანაშაულებრივად მიეჭდა რაღაც აკეთებდნენ. ახლა იგივეს ხო? ამიტომაც არაფერი ჩვეულებრივი ამბავი არის, როცა ეხმარება კონკრეტული ლობისტური კომპანია, რომელიც ეხმარება შენ კონტაქტების დამყარებაში. არაფერი არაკანონიერი და რაღაც საიდუმლო ამაში არ მომარევს. ძალიან გამჭირვალეა ყველაფერი. ახალი ამბავი არ არის, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე წლების განმავლობაში, მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, სწორედ დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა. და აი ეს ფარას კანონი გვაძლევს ხოლმე ჩვენ საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ მათი ეს საქმიანობა, ასე ვთქვათ, დავინახოთ და საზოგადოებისთვის ხილვადი გავხატოთ. და აქაც ჩვენ ხედავთ, ხო, რომ კამიტის ეგრეთ წოდებული ამ ქიმიური მოწამვლის ეს შეთითხნილი ისტორია არის აი ესეთი ორკესტრირებული, ანუ ერთიანად ორგანიზებული. ხდება მათ შორის ამერიკულ მედიაში ამაზე უკვე აქცენტების გაკეთება. ისეთი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც უნდათ გარკვეული პოლიტიკის გატარება, დემოკრატიული არჩევნების შედეგების შეცვლა, მათთვის სასურველი, ასე ვთქვათ, მიმართულებით, იყენებენ სწორედ სპეცოპერაციებისათვის დამახასიათებელ ჰიბრიდული ომის ყველა ელემენტს. ამ ჰიბრიდული ომის სწორედ ერთ-ერთი რგოლი არის ის, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ ეგრეთ წოდებული BBC-ის სიუჟეტით. თავიდან ბოლომდე არის გაშიფრული ნაცმოძრაობის და მათი პატრონების ეს ლობისტური ტანდემი, რომელიც რომლის მიზანსაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელება და პროპაგანდა წარმოადგენდა, მათ შორის საგულისხმოა ის, რომ სწორედ ეს მავნებლური BBC-ის რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა თითქოს ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით ქიმიური ნივთიერების გამოყენება საკუთარი მოსახლეობის მიმართ იყო აქტიურად მხარდაჭერილი და ლობისტურად მხარდაჭერილი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ და ეს დროშიც ზუსტად ემთხვევა BBC-ის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს, ამიტომ ცალსახაა, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონმდებლობა ფარა არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იმისთვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეერთებულ შტატებში
მოპარაკებებში ნაცმოძრაობის და მათი პატრონების მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები იქნეს ჩვენი საზოგადოების მიერ შეცნობილი, გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები მიღებული. გარეთ ძალების მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა წლების განმავლობაში. მმართველი გუნდი აღიარებად მიიჩნევს ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას, რომელშიც ლორენს ვილკერსონი არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობას ამხელს. მან ისაუბრა, როგორ იყენებდა შტატები ლიბერალურ დემოკრატიას საკუთარი მიზნებისთვის. ამერიკელი პოლკოვნიკი და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი საუბრობს სხვადასხვა ქვეყნებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მართულ მედიებსა და NGO-ებზე. როგორ ფინანსდებოდა მათთვის სრული მთავრობები, რათა მათ კონკრეტული დავალებები შესრულებინათ და გარეთ ძალების ინტერესები გაეტარებინათ. ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მსგავსი სცენარი იყო საქართველოშიც. რომელიმე სამხედრო პირი ან პოლიტიკური პირი პოდკასტში რამეს იტყვის, ახლა ეს არ ვიცი, მუდმივად შეიძლება ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ ერთი პოლიტიკური პოზიცია, რაც არსებობს და ინსტიტუციური პოზიცია, რაც არსებობს და რაც არის დასავლეთის ოფიციალური პოზიციები, იმის მიხედვით ვიმსჯელოთ ჯობია ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან ღრმა კრიზისში ვართ. და კონკრეტულ რაღაც ყოფილ გადამდგარ სამხედრო პირების პოდკასტში ნათქვამ სიტყვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ამ აღიარებითაც კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ სწორედაც ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სხვადასხვა რედაქციების, ჟურნალ-გაზეთების, ტელევიზიების, არასამთავრობო ორგანიზაციების ასე ვთქვათ ფინანსური უზრუნველყოფა იმ მიზნით, რომ მათ შეესრულებინათ ის დავალებები, ის ამოცანები, რაც შედიოდა მათ ინტერესებში. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როდესაც რაოდენ მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, მისი სუვერენიტეტისათვის, მისი განვითარებისათვის, რომ გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსებისა, გამჭვირვალობა იმ პროექტებისა, რომელიც უცხოეთიდან მოდის, იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის პირდაპირი ხილება და აღიარება იმ ძალიან ძიმე მოცემულობის, რაც ამერიკულ სპეცსამსახურებს ლიბერალური დემოკრატიის იარაღად გამოყენების გზით ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც იყო პირდაპირი მცდელობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების ჩამოქცევის, ქვეყნების მიერ საკუთარი ლებასურულის განხორციელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების, ის რომ აქტიურად გამოიყენებოდა NGO სექტორი, ის რომ ხდებოდა სპეცსამსახურების შეგზავნა, ის რომ ხდებოდა შესყიდვა და მოსყიდვა მედია საშუალებების, კონკრეტული გამოცემების, გაზეთების და ასე შემდეგ, ეს სწორედ ამაზე ისაუბრა ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რაზედაც ჩვენ არაერთ გზის ვსაუბრობდით აქამდე. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გეოპოლიტიკურ მოცემულობას ცვლის. 33 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ევროკავშირზე და მის დამოკიდებულებაზე ნატოსა და რუსეთის მიმართ. პირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონი ამბობს, რომ ბრიუსელი მოსკოვთან სტრატეგიული სტაბილურობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ევროკავშირმა კი უნდა შეცვალოს მისი ტრაექტორია. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ევროკავშირში დღეს პოლიტიკური კრიზისია. იზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და იხშობა თავისუფალი ხმა. უნდა დასრულდეს აღქმა თითქოს ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსია. შეერთებული შტატები თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დემოკრატიულ პროცესებს, პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს ძირს უთხრის საკუთარი მთავრობების, ასევე ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების საქმიანობა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ თუკი დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელში ან უფრო ადრეც პირვანდელ სახეს დაკარგავს. დღევანდელი მოცემულობით კი შესაძლოა რამდენიმე წელში ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების გარეშე დარჩეს, რაც მათ ამერიკისთვის არასანდო პარტნიორად ხდის. ევროკავშირში არსებული კრიზისის მხილება შეერთებული შტატების მხრიდან. ასე აფასებს მმართველი გუნდი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას. უმრავლესობა აცხადებს, რომ დოკუმენტში საუბარია იმ თემებზე, რაზეც ბრიუსელის მიდგომებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი აკეთებს აქცენტს. შეფასება კეთდება ოპოზიციაშიც. ზოგადად ამერიკის პოლიტიკაში არაერთხელ ნათქვამი ის, რომ თუნდაც ევროპული მხრიდან მოთხოვნილი იყო, საკუთარ ადეკვატურად თავს დროზე და ლოგიკურად ის, რომ მათი სამხედრო თანახარჯები თუნდაც ყოფილიყო უფრო რელევანტური. ამ მოთხოვნის შესრულება ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური და საჭირო გახოთ, იმიტომ რომ მათ შორის ევროპაში იმისთვის, რომ ევროპის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს გაუმკლავდეს, საჭიროა, რომ სამხედრო კუთხით უფრო მომზადებული ყოფილიყო ევროპა. რაც შეეხება ახლა სხვა მიმართულებით, შეიძლება პრობლემები არსებობდეს და ნებისმიერ გაერთიანებაში, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს პრობლემები, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ევროპა გამოდარგეს ეს პრობლემების წინაშე, რომ რაღაც ეგზისტენციალურ საფრთხე უხდებს.
შეერთებული შტატების განახლებული სტრატეგია ეს არის პრაქტიკულად ხილება ევროკავშირში არსებული ძალიან დიდი კრიზისის კორუფციის ჭაობში მყოფი ევროჩინოსნები, რომლებიც პრაქტიკულად საკუთარი ინტერესებისთვის მართავენ ევროკავშირს და არ ითვალისწინებენ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სურვილებს. პირდაპირ წერია სტრატეგიაში თუ რა მძიმე რეალობა იმ მიმართულებით, როდესაც პრაქტიკულად უმიზნოდ და შესაბამისი სტრატეგიის გარეშე ხდება ნატოს გაფართოების სურვილის რეალიზება. აქ არის საუბარი მშვიდობაზე, საუბარია ქვეყნების გაძლიერებაზე და ეს სტრატეგია კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ ევროკავშირში არსებული სახელისუფლებო მოცემულობა ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება და ამის პრაქტიკულ ხილებას ახდენს შეერთებული შტატები დღეს. ტრამპმა ახალი თამაშის წესები შესთავაზა მსოფლიოს და გამოაქვეყნა კონკრეტული გზამკვლევი, რაც გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებას, ევროპის ტრაექტორიის ცვლილებას, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დასრულებას, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის აღდგენას და რა თქმა უნდა, ეს წარადგება მსოფლიოს, ეს წარადგება საქართველოსაც და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა უნდა იქნას გადახედილი, რამე თუ მისი გაფართოება არის სათავე არაერთი სამხედრო დაპირისპირებისა და კონკრეტული მაგალითის მომსწრებად, რომ უკრაინაში სწორედ ამ მიზეზით დაიწყო რუსეთ-უკრაინას, უпростоრად დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება და ძალიან დიდი შანსი იყო, რომ საქართველოს ამის ხორბლი ყოფილიყო. სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაში, რასაც ნგრევა მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ტელეგრამ არხით ავრცელებს. თავდასხმების შედეგად დაიწვა ფასტოვის რკინიგზის სადგურის მთავარი შენობა. კიევის რეგიონში დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს და საწარმოებს. დაზარალდა დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ლვოვის, ვოლინის და ნიკოლაევის ოლქები. გამოყენებული იყო 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა, მათ შორის აერობალისტიკური და ბალისტიკური. დარტყმების მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტებია. ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ 2 დღის განმავლობაში მშვიდობის საკითხებში შტატების სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს და გენერალური შტაბის უფროსს. შეხვედრის მიზანი იყო კონსტრუქციული მსჯელობა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. შეხვედრების შემდეგ რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტი ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაიცავს, უზრუნველყოფს უკრაინელების უსაფრთხოებას და სტაბილურ საფუძველს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. 2 კვირის განმავლობაში 6 შეხვედრა გაიმართა, მხარეებმა ამ შეხვედრების შედეგები განიხილეს და უსაფრთხოების მოწყობის ჩარჩოზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრა ფლორიდაში იმართება. შრი-ლანკაში ციკლონ დიტვას შედეგად დაღუპულთა რიცხვი 607-მდე გაიზარდა, 214 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. კატასტროფების მართვის ცენტრის ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. განადგურებულია 4000-ზე მეტი სახლი, 77505 საცხოვრებელი კი ნაწილობრივ დაზიანებულია. ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე აიყვანეს. სამართალდამცველებმა სარფის ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 21 შეკვრა დაფასებული კოკაინი. დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. პატრულ ინსპექტორებმა თბილისში ბრალდებულის ავტომობილიდან, ასევე მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღების საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დოქტორანტთა ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. კონფერენციის მიზანი ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ სხვადასხვა დარგში უახლესი კვლევების წარმოდგენასა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 20-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-მდე დოქტორანტმა. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მასპინძლობს რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება სადოქტორო განათლებას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კონფერენციების ასეთ ჩატარება და ამით მხარდაჭერა ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარების და დოქტორანტებისთვის. ისინი ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვან უნარებს იმაღლებენ და ხვეწენ საკუთარ შესაძლებლობებს, აძლიერებენ თავის კვლევით პოტენციალს. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია დოქტორანტებისთვის, მათი ნამუშევრების წარმოდგენისთვის. ქვეყანაში დოქტორანტების რაოდენობა მზარდია, ამიტომ აქ მრავალფეროვანი და მასშტაბური სამუშაოებია წარმოდგენილი. წვემდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწევის პროცესი წარმატებით დასრულდა. თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი გეგმა სრულად შესრულდა. გაწეულთა ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი იმსახუროს წვემდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. რეკრუტების სამედიცინო შემოწმების შემდეგ ახალქალაქში ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან. როკვირიანი კურსის განმავლობაში წვემდელები გაივლიან საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე შეისწავლიან კავშირგაბმულობის და ტოპოგრაფიის საკითხებს. ბავშვობიდან მქონდა დიდი სურვილი, რომ ჯარში ყოფილიყავი და ეს აზრი წამოვიდა ჩემი ოჯახისგან, რადგან დიდი წარსული აქვს ჩემ ოჯახს საქართველოს ჯარში მსახურების, ბიძა ჩემი, მამა ჩემი, ბაბუა ჩემებიც იყვნენ ჯარისკაცები და აქედან მოყოლებული მომიყვანა იქამდე რომ ნებაყოფლობით ჩავეწერე ჯარში. ძალიან დადებითი მოლოდინები აქვს ამ მომზადებასთან დაკავშირებით. მგონია რომ ფიზიკურად და მენტალურადაც ძალიან წამადგება მსახურებაში და სამშობლოს გვერდში დაუდგები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2025 წლის გაწევის გეგმა შესრულდა სრულად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2025 წლის გაწევაზე ახალ წეულების ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სამსახურის სურვილი. ეს პირადი შემადგენლობა გაივლის რაკურიან პროგრამას, რომელშიც იქნება სხვადასხვა დისციპლინები, მაგალითად ეს იქნება სამწყობრო მომზადება, ტაქტიკური მომზადება, საინჟინრო, კავშირგაბმულობა და კიდევ ძალიან ბევრი დისციპლინები. შემდეგ გადანაწილება სხვადასხვა ქვედანაყოფებში და დაიწყებენ იქ მსახურს. კურიერის 3-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით, მანამდე კი არ გადართოთ, რამდენიმე წუთში თქვენ გელოდებათ დათის შოუ.